გულთან ვერ მიიტანს, ვინც ვერ გაისიგრძე განებს. უნდა გითხრათ გულწრფელად, ცოტა მეწოდებით კიდეც, იმიტომ რომ გული არ უნდა გაგიქვავდეს კაცს ისე, რომ ეს ვერ გაიაზრო ერთი კაცის და მთელი ქვეყნის ასეთი ტკივილი და დარდი. უდარდელობამ მოგვიყვანა აქამდე, მაგრამ ვიმეორებ, როცა გიყურებთ თქვენ, პირველ რიგში ვიტყვი გულანთებულ ახალგაზრდებს. თქვენი უმრავლესობა რომ ბათუმიდან ახლა აქ ამ დიდებულ ხეობაში ამოვიდა და არაერთია ვინც ბათუმშია, თბილისში, ქუთაისში. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ახლა ვართ შუახევში, სოფელ ჭვანეში. ეს ჟურნალისტის მზია ამაღლობელის მშობლიური სოფელია. ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი უკვე 28 დღეა შიმშილობს. ის არის პოლიტიკური პატიმარი, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია და ამას დღეს არაერთი უფლებადამცველი და ავტორიტეტული უფლებადაცვითი ორგანიზაცია ამბობს, ასე ჩვენ გვესმის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არაერთი ძალიან მკაფიო განცხადება იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელის სიცოცხლესამართლებრივი დევნის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს უკვე 28 დღე და დღეს ბათუმიდან მოქალაქეების ნაწილი ამოვიდა სწორედ აქ მზიას მშობლიურ სოფელში, რომ შეხვედროდნენ მოქალაქეებს სწორედ აქ ამ სოფელში. ამ სოფლიდან დაიწყება ეს შეხვედრები. ეხლა არმაზახვლედიანი პოლიტიკოსი მიმართავს აქ შეკრებილებს, თბილისის პოლიტიკური სკოლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც მოусმინოთ სიტყვით გამოსვლებს შუახევის სოფელ ჭვანეში. ყველგან არის ეს მთელ ქვეყანაში, მაგრამ მხოლოდ ზემოაჭარელ ქალს რომ ახასიათებს და ქალბატონს ისეთი წარმოუდგენელი თავმდაბლობით, მოგრძალებულობით, მაგრამ გაუტეხელობით შემიძლია ვთქვა, რომ ჭუჭყი ჩამორეცხა იმათ, ვინც ეს ჭუჭყი დააგროვა საქართველოში. ეს მთელი მსოფლიო ხომ არ ვაჭარბე? სოფლის ცენტრში სტადიონზე შეიკრიბნენ მოქალაქეები ჭვანეში. და სულ ახლახანს დაიწყო ეს შეხვედრა. მაგრამ ერთი რამ ყველამ უნდა გიწოდეთ, რომ ეს ბრძოლა სამართლიანი დავითის დროშის ქვეშ დღეს რომ თემურს კვლავაც ხელში თამამად უჭირავს, მიუხედავად იმისა, რომ ტყვეა სხვებთან ერთად. აი ეს ბრძოლა უეჭველი დასრულდება დიდი გამარჯვებით. იმიტომ რომ სიმართლე არ არის ძალაში, ძალა სიმართლეშია და დღეს ეს სიმართლე თქვენშია, აქ არის. მადლობა ყველას და მადლობა არ შემიძლია არ გუთხრა, გონი აქ არის პირველ რიგში ქალბატონს ზვიად ცეცხლაძის დედას. განსაკუთრებული მადლობა ასეთი შვილის გაზრდისთვის, თქვენ ქალბატონო ნარდის. დიდი მადლობა გაუტეხელი შვილის გაზრდისთვის. შვილისა, რომელიც ყველა თაობას გვასწავლის, როგორი უნდა იყო ქართველი და მოქალაქე. რას ნიშნავს იყო ევროპელიც და იყო ეროვნულად მოაზროვნე ახალგაზრდა კაცი. მე მადლობა მინდა უთხრა მზიას ოჯახს, იმ ოჯახს, სადაც მზია დაიბადა, გაიზარდა და მის ძმას ის ახლა აგზანდება ბატონი მალხაზი. და მადლობა გითხრათ ყველას, იმიტომ რომ აი ასეა 10 წლეულებში ერთხელ და შეიძლება ზოგჯერ საუკუნეებშიც კი ერთხელ გამოჩნდებიან ჩვენ შორის თავდადებულები. ოღონდ თავდადებულობა მხოლოდ ისაა მეგობრებო, როცა უანგაროდ მართალი საქმისთვის თავს გადადებ. აი ასეთი ხალხის ხარდასაჭერად, სოლიდარობისთვის, გასამხნევებლად და მათგან ბევრის სასწაულად ჩვენ ამოვედით ახლა დიდებულ ჭვანაში და ასე მოვივლით მთელს ქვეყანას. ჩემთან ერთად მე მჯერა ახლა აქ არიან ჩვენი წინაპრები, ბიძაჩემი დურსუნ ქარცივაძე, რომელიც აქ გადაღმა განისვენებს და მეტყოდა დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე მხარს მიჭერს. ყველა სხვა, იმიტომ რომ დღეს სინდისის ხმა აერთიანებს მთელ საქართველოს. მადლობა, რომ ამ ხმის მიმდევრები ცოტანი არა ვართ. მადლობა ყველას და ახლა ვისაც გაქვთ სურვილი, რა თქმა უნდა, მიკროფონი თქვენია.
თქვენ უსმენთ არმაზ ახლოდიანს პოლიტიკოს თბილისის პოლიტიკური სკოლის დამფუძნებელს და ხელმძღვანელს ის მიმართავდა ახლა შუახევში სოფელ ჭვანაში შეკრებილას ნუგზარ ამაღლობელს და აღნიშნო დღევანდელი დღის შეკრება გამომდინარე იქიდან რომ ქვეყნის არაფორმალმა მმართველმა ოლიგარქმა დიქტატორმა შეძლო ერთი რამ რომ თბილისის ქუჩებიდან საქართველოს სხვა ქალაქებში გადაიტანა პროტესტი. ქალაქების ქუჩებიდან გადაიტანა სოფელში პროტესტი. ეს ყველაზე ცუდი ჩემო მეგობრებო. როცა გვიწევს ჩვენ სოფელში შეკრება იმისთვის რომ ჩვენი სოფლის მკვიდრის, ჩვენთან გაზრდილი გოგოს უმიზეზოდ დაჭერის და მისი დილეგში ჩასვლისთვის ჩვენ გვიწევს გამოვიდეთ ქუჩაში, გამოვიდეთ და ვთქვათ და უთხრათ და თხოვოთ ჩვენს მეგობრებს საზოგადოებას რომ ყველამ ერთად დავდგეთ და მოვთხოვოთ მართლაც იმ დიქტატორს, იმ კრიმინალს, რომელმაც მართლაც უსამართლო ჩასვა ჩვენი მეზობელი, ჩვენთან გაზრდილი გოგო ციხეში და მე მინდა გითხრათ ერთი რამ ჩემო მეგობრებო რომ ეს აგაგრძელდება დიდხანს, იმიტომ რომ ეხლა დღევანდელი აქ მოსული საზოგადოებას ნათელი დასტურია იმისა რომ თუ რაოდენ ყველასათვის გულთან მისატანი იყო ეს ტკივილი და მიიტანა ყველა გულთან და მე თქვენთან ერთად ჩემო მეგობრებო დარწმუნებული ვარ სულ უახლოეს პერიოდში სიმართლე იზეიმებს ზია გარეთ გამო ჩემს წინამორბედს გამოსულმა კარგად აღნიშნა რომ დღეს მართლაც დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ზია შეადარა უგურგინო დედოფალს მართლაც ასეა ჩემო მეგობრებო თუ რაოდენ მტკიცე თუ რაოდენ მაგარი და თუ რაოდენ მაგარი გოგო ყოფილა იმ კუთხით რომ სისტემას გაულაწუნა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით როცა გვინდა ჩვენ თითოეულ ჩვენგანს რომ რაღაც პროტესტი გამოვხატოთ და შეყუჟულები არიან ზოგიერთები გამოხატვაობდნენ მაგრამ ამავდროულად დაჭერილი ტელეფონი Facebook-ზე იქნება თუ რაღაცა კლავიატურის კაპაცკობით არ ხდება დიდი საქმეები ჩემო მეგობრებო ამიტომ ყველამ ერთად უნდა გამოვიდეთ ყველამ ერთად უნდა დავდგეთ და უთხრათ ოლიგარქიას არა უთხრათ დღევანდელ ხელისუფლებას არა და გავუსვათ ისინი პოლიტიკურ სანაგვეზე მე ერთი რამ ყოველთვის სამსტარ ჯერა ჩემო მეგობრებო და მადლობი და გადავხადო აქ წარმოადგენენ საზოგადოებას ჩემი მეზობლები ჩემი ჭვანელების სახელით რომ აი ყოველ დღე მთელი ამ ხნის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ჩვენს გვერდში დგანან ამიტომ უღრმესი მადლობა აქ არიან ტელევიზიის წარმომადგენლები მედიის წარმომადგენლები ადამიანები ორგანიზაციები რომლებიც მხარს უჭერენ და მე ვფიქრობ რომ მართლაც ყველა ერთად ჩვენ შევძლებთ რომ მზია გარეთ იყოს ზვიადი გარეთ იყოს და ის ჩვენი მედროშე ქათამაძე ჩვენებული ქათამაძე შეიძლება ითქვას ეს სოფელი ამ სოფელში ძალიან ბევრი ქათამაძეები ცხოვრობენ და ისი ჩვენებურია ჩვენიანია ბუნებრივია ყველა ჩვენიანია და ვფიქრობ რომ ყველა ერთად გარეთ გამოვლენ თავისუფლებაზე იქნებიან მადლობა უნდესულველია თო გოგზადეთ მადლობა მეც მოგესალმებით მე ბათუმიდან ვარ ზიას მეგობარი შემიძლია ვთქვა მე მასთან ერთად მუშაობთ წლების განმავლობაში და ზიას რომელიც ეხლა იცნობს საქართველოს და არა მარტო მე დიდი ხანია ვიცნობ არაფერი მისი გადადგმული ნაბიჯიდან არ მიყვირს პირიქით ყოველთვის ვიცოდი რომ გაუტეხელი იყო ვიცოდი რომ პრინციპული იყო და ის ადამიანები ვინც მასთან ერთად მუშაობდნენ და მას იცნობენ ზუსტად ასეთ იცნობენ მას აი ესეთ გაუტეხელს და პრინციპულს და უშიშარს და ცუდია რომ ამ ხელისუფლებამ ვერ გაიგო რომ ამ ადამიანების დაშინება და შეშინება შეუძლებელია თუმცა ნუ მოუწევს ამის გაგება თავარია რომ ჩვენ ეს ძალიან ძვირად არ დაგვიჯდეს მაგრამ მეორე მხრივ ფაქტია ის აი გარდაუვალია მე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ რომ ზუსტად რომ ზია იქნება და ზვიადი და ეს ადამიანები იქნებიან ვინც ამ ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს ოღონდ ჩვენ არ გჭირდება ამ აი ესეთი ძალისხმევა არ გჭირდება ახალგაზრდები საპატიმროში და ასეთი გამოცდილებით მე მესმის რომ ივანიშვილი იმდენად ბნელი ადამიანია რომ ვერ წარმოუდგენია როგორ შეიძლება ასე ადამიანები ამდენი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ არ ეპუებოდნენ არაფერს არ ეშინოდეთ მისთვის ეს წარმოუდგენელია რომ შიშარა ადამიანია მაგრამ უნდა ნახოს და ნუ ფაქტია რომ ამ ადამიანებმა ანახეს მასაც და რეჟიმსაც რომ ისინი არ გატყდებიან და სხვებმაც ვინც შეიძლება არ არიან დაჭერილი და ყოველთვის აქ მოლოდინი იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ თან გაგაბრაზოს მაგრამ თან გითხრას რომ არ აქვს უფლება გაბრაზების და გეუბნება რომ არ გაბედო განსხვავებული პოზიციის გამოხატვა არ გაბედო რაღაც წინააღმდეგობა არ გაბედო კრიტიკა მაგრამ ასე არ გამოდის ასე ვერ გააჩუმებ თუ შენ გინდა რომ არ გაგლანძღონ და ცუდად არ მოგექცენ
და არ გითხრან უნდა წახვიდე, მაშინ სხვანაირად უნდა იქცეოდე. და თუ ასე მოიქცევი და მზიასნაირ ადამიანებს გააბრაზებ, ძნელია და შეუძლებელია რომ ესენი გააჩუმოდე, შენ აქ მშვიდად იყო ეს გამორიცხულია და როცა მეკითხებიან ხოლმე რომ რა გამოვა და რა იქნება საბოლოოდ, მე ვიცი, დარწმუნებული ვარ და იმიტომ არა რომ თქვა რაღაცა გულუბრყვილო ადამიანი ვარ. ისტორიაც ამას ამბობს ყოველთვის და ყველგან, რომ სიმართლე იმარჯვებს, იმიტომ რომ მართლა სიმართლეშია ძალა. და კიდე ერთი ამბავი რომ ეს ხელისუფლება იმდენად მგუნურია, რომ ხო, აი ეს ძალის დემონსტრირებით ცდილობს რომ გაგვაჩუმოს, არ ცდილობს რომ რაღაცა თუნდაც ფარისევლურად მაინც ვითხრავს რომ ის ჩვენს მხარეს არის. პირდაპირ ჩვენ გვეწინააღმდეგება და ამიტომ აუცილებლად და მე მგონია რომ არც ისე დიდი დრო დაჭირდება, უბრალოდ აი ბატონ თემურიც რო შიმშილობს და ზიაც რო შიმშილობს, აი ეგ ჩვენ გვაწუხებს ყველას და არ გვაძლევს მოსვენების საშუალებას და არ გვაძლევს საშუალებას რომ ცოტა მოვიცადოთ. და ამიტომ ჩვენ ყველანი და დავფიქრდეთ და უფრო მეტი ძალისხმევა უნდა მოვიკრიბოთ იმისთვის რომ ამ ადამიანებს მივეხმაროთ. ისინი ჩვენ გვეხმარებიან, ამას ყველაფერს ჩვენთვის აკეთებენ და გვეუბნებიან რომ უნდა ვიბრძოლოთ სანამ გვიან არ არის, იმიტომ რომ მართლა შეიძლება მე დაგვიანდეს. რა თქმა უნდა, მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, ეს გვიანად შეიძლება გაკეთდეს, ვიდრე არასდროს, ანუ გვიან, მაგრამ აუცილებელია რომ ეს ახლა მოხდეს, იმიტომ რომ ჩვენი მეგობრები, ჩვენი თანამებრძოლები არ გვაძლევენ დროს და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ სწრაფად ვიმოქმედოთ. მე ძალიან მიხარია რომ დღეს ჭვანაში ვარ, ზიას ძალიან უყვარს მისი კუთხე, ძალიან ხშირად ახსენებს ხოლმე. ჩვენთვის ძალიან შინაურული სოფელია ეს, იმიტომ რომ ზიასგან ბევრჯერ გამიგია. და მიხარია რომ აქ ვარ და ხედავ იმ ადგილს, სადაც ეს გოგო გაიზარდა და მადლობა ამ კუთხეს რომ ესეთი კარგი ადამიანი, ესეთი გმირი გაგვიზარდა. და ეხლა ჩვენი ჯერია რომ ის გვერდით დავდგეთ და დარწმუნებული ვარ რომ ასეც იქნება და ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ და ვიზეიმეთ გამარჯვებას. მადლობა. სახელმწიფო გავიმარჯვებთ. მოგესალმებით. მოვესალმებით ზიას მეზობლებს და ნათესავებს. ერთი თხოვნა მაქვს საჯარო მოხელეებთან. საჯარო ვინც მუშაობს სკოლებში. ის მაინც გააპროტესტეთ, ისეთი პროგრამები ამოიღეს წიგნიდან, გამოცდებიდან ილია ჭავჭავაძე, ვაზაფშაველა, სულხანსაბა და არ ჩამოვთლი. ისეთი პროგრამები ამოიღეს, აი ეს მაინც გააპროტესტეთ. ქვეყანა რო გადასარჩენია, აი ეს მართლა აი ზღვარს ხდება, დუმილით დანაშაულია. დროა თქვენ გულთან მიიტანოთ ეს. დღეს თუ ჩემი შვილი დააპატიმრეს, ხვალ თქვენ შვილს დააპატიმრებენ. თვითონ რეჟიმი ისე მოითხოვს, რომ აღარ უნდოდეთ. როცა კანონი არასწორად კანონობს, ყველა შეეხება და გთხოვთ ყველას. მეზობლებს, ნათესავებს, მეზობლები არ ვიცი, მზიას, ზვიადის, კლასელებს, მეგობრებს, ყველამ უნდა მიიტანოთ გულთან, ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი. მადლობა. ეს ზვიათსეცხლაძის დედაა, სტუდენტის, რომელიც ასევე პატიმრობაშია, ზვიათსეცხლაძის პოლიტიკური პატიმარია, როგორც ისეთ. მოდით მანდანა მაღლობელს მოусმინოთ, მზია მაღლობელის ძმისშვილს, ექიმი მანდანა მაღლობელი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას მობრძანებისთვის, ჩვენი ოჯახისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი გვერდში დგომა. და მთელი გზა ბათუმიდან სანამ სოფელში ამოვიდოდით, ცოტათი ნერვიულობდი, არ ვიცოდი აქ რა სურათი დამხვდებოდა და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველას მობრძანებისთვის, ჩვენი დარდის გაზიარებისთვის, გვერდში დგომისთვის და ეს სურათი რაც ახლა აქ დგას, ყველა არის მზიასთვის, იმიტომ რომ მზიას ძალიან გაუხარდებოდა ამ ყველაფრის ნახვა. გაუხარდებოდა ამ ხალხის დანახვა, რომ ყველა დღეს მისი სოლიდარობის მიზნით შევიკრიბეთ აქ. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას მობრძანებისთვის და არასდროს არ ყოფილიყოს თქვენს ოჯახებში ის დარდი, რაც ახლა ჩვენს გულებში ტრიალებს. მადლობა. ეს მანდანა მაღლობელი იყო, მზია მაღლობელის მიერ. გამარჯობა ძვირფასო ჭვანელებო. მე აქ სტუმარი არ ვარ. ჩემი გენეტიკაც ამ თებშია დაწერილი. თემო ვარ ტარიელაძე და ძალიან ვამაყობ, რომ ჭვანის ხეობა, რომლისაც საბჭოთა კავშირსაც კი ეშინოდა და შეაშინა კიდეც რეალურად აჯანყებით. არის ჩემი მშობლიური ხეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ, იმიტომ რომ არ შეიძლება საზოგადოებაში
იჩაგრებოდეს ვინმე ერთი და ამაზე რეაგირება არ იყოს საზოგადოების მხრიდან. ბევრ ადამიანს ხვდები, ძალიან ბევრია ისეთი, ვინც სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც განიკითხავენ მას და კიცხავენ, რას ქვიაო, პოლიციო სილა გააწნაო. აი აქ ხართ ქალბატონები, ადამიანები, რომლებიც ქმნით საქართველოს, ამაგრებთ მთას, ამაგრებთ სოფლებს. ხალხო, თქვენ შეურაცხყოფაზე რაიმე სხვაგვარად მიუგებდით? როგორ წარმოუდგენია ვინმეს დედამიწის ზურგზე? როგორ შეიძლება ქართველ ქალს კაცმა თუ კაცად იწოდება, მიაყენოს შეურაცხყოფა, შეაფურთხოს და ამ ქალმა თავი ჩაქინდროს და უკან გაბრუნდეს. ამას ხო არც ერთი აჭარელი, არც ერთი ქართველი, მით უმეტეს ჭვანელი ქალი არ იზამს. ესქნა და ჭვანის სახელით დაიცვა, აჭარის სახელით დაიცვა და საქართველოს ღირსება დაიცვა მზია ამაღლობელმა. ასევე დაკავებულია თემურ ქათამაძე. ჩვენ ვიცით რომ დამპალმა რუსეთმა აქ აჭარაში მოატყუა 150 წლის წინ აჭარლები და უთხრა ეხაო გაქრისტიანებას გიპირებენო ძალითო მაქაო ჩვენო გაგაქრისტიანებთო იმას ვიზამთო ამას ვიზამთო და აქაური მაჰმადიანი მუსლიმანი ქართველები იძულებულები გახდნენ რომ თავიანთი ჯული თავიანთი წამსი დაეცვათ და გადაინაცვლენ ოსმალეთში, მაგრამ ამ ხალხს არ დაუკარგავს იქ არც კულტურა, არც ენა, არც ტრადიცია, ვიცით ჩვენ ეს და თქვენს კარგად მოგეხსენებათ. ასეთი კაცია თემურ ქათამაძე, მუჰაჯირი ქართველი, რომელიც იყო ოსმალეთში, მაგრამ არ დანებებულა ქართული ჩემზე უკეთესად იცის შეიძლება. სასამართლოს ვესწრებოდი და მოსამართლემ უთხრა, თარჯიმანი გჭირდებაო, ამას გაეცინა, რას ქვია თარჯიმანი, მე ქართველი ვარო. რის გამო დაიჭირეს იცით? იმიტომ რომ საქართველოს დროშას აფრიალებდა ეს ქართველი კაცი. საქართველოდან იძულებით აკრილი წინაპრების შთამომავალი. ამ კაცს უთხრეს რომ შენ თურქი ხარ და წადი თურქეთში აფრიალე დროშაო. ნუ თუ რომელიმე აჭარელი კაცი, ნუ თუ რომელიმე ქართველი კაცი შეიძლება იტანდეს იმას რომ მას თურქს ეძახიან, მას თათარს ეძახიან. დღეს ამ კაცს მეორეჯერ ემუქრება ხალხო ემიგრაციაში წასვლა. მეორეჯერ ემუქრება თემურ ქათამაძეს რომ დატოვოს მისი სამშობლო და წავიდეს თურქეთში, სადაც 150 წლის წინ გააგდეს მისი წინაპრები. მართლა ჩვენ ხო ისინი არა ვართ რომ კედელს ცერცს ვაყრით და ამ ხელისუფლებას თუ არაფერი არ უნდა, მოდი დაუნებდეთ ან მოდი ქუჩაში აღარ გავიდეთ ან მართლა მარტო ევროპა ხო არა ან მართლა მარტო არჩევნები ხო არა. ჩვენს იდენტობას ემუქრება ხალხო საფრთხე. აქ სად გაგონილა და სად თქმულა რომ მუჰაჯირ კაცს ეუბნებოდნენ თურქი ხარო. სად გაგონილა და სად თქმულა რომ ქალს ქართველ მანდილოსანს მზია ამაღლობეს და თქვენ კარგად იცით როგორი ქალბატონია ეს უენო უსიტყო ზედმეც არაფერს არ იტყო და გარდა იმისა რომ პროფესიონალურად მუშაობდა და თავჩაკინდრული სულშრომაში იყო. ამ ქალს რომ შეაფურთხებ და შეაგინებ, აბა რას იზამს? რომელიმე ქართველი ქალი სხვანაირად მოიქცევა? რა თქმა უნდა არ მოიქცევა და რა თქმა უნდა ამ ქალის ყოფნა გარეთ არის აუცილებელი. ჩვენ ზოგადად ასეთ პროტესტებს ძალიან ხშირად ვიძახდით რომ ლიდერი არ ყავსო და უთავო მხედარივითო დარბიხარდო ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა. არა, ამ პროცესებს ყავს ლიდერი მზია ამაღლობელის სახით. ამ პროცესებს ყავს ლიდერი თემურ ქათამაძის სახით, რომელიც იცავს საკუთარ იდენტობას. ამ პროტესტებს ყავს ლიდერები ზვიად ცეცხლაძე, ანრი კაკაბაძე და ყველა პოლიტპატიმარი. ჩვენ ყველა ლიდერები ვართ. ჩვენ ყველას ვალდებულებაა და პასუხისმგებლობა ეს ქვეყანა დავიცვათ. როდესაც ოჯახში ბავშვი იბადება, მშობელი აძლევს მას ყველაფერს. კვებავს, აჭმევს თავისი ხელით, აბანავებს, ყველაფერს უკეთებს, განათლებას აძლევს, გენეტიკ გვარს აძლევს, ყველაფერს თავი დავანებოთ. მაგრამ მე როდესაც მშობელი ბერდება და ბავშვი იზრდება, ეს ბუნებრივი კანონზომიერება, შვილია ვალდებული რომ გააკეთოს ყველაფერი მშობლისთვის. დღეს ყველას ერიდება ამისმა, მაგრამ უნდა ითქვას, ამ ქვეყნის მშობლები ვართ ჩვენ. ამ ქვეყანამ ჩვენ მოგცა ყველაფერი. ამ ქვეყანამ ჩვენ მოგცა გენეტიკა, 30 საუკუნოვანი ისტორია მოგცა, მოქალაქეობა მოგცა. რა უნდა მივცეთ ამ ქვეყანას ჩვენ? ასეთი დაჩაგრული ქალბატონები? არა, ხმა უნდა ავიმაღლოთ ყველამ ამ უსამართლობაზე და აქედან სწორედ ჭვანის ხეობიდან, სადაც 1918 წელს ჩაიშალა რეფერენდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს აჭარა უნდა შეერთებოდა თურქეთს და ეს კითხვა იყო დასმული, უნდა იყოს თუ არა ოსმალეთის ნაწილი საქართველოს. მაშინ ბაბუა ჩემი დიდი ბაბუა დემურალ ტარიელაძე თავის მოძმეებთან ერთად, თავის თანამებრძოლებთან ერთად ადგა და ჩაშალა ეს რეფერენდუმი.
ჩვენ დღეს უნდა ჩავშალოთ რეფერენდუმი და უნდა ვთქვათ, რომ საქართველო არ იქნება რუსეთი და საქართველო იქნება საქართველო, დამოუკიდებელი და ერთიანი. ამ ქვეყანაში იქნებიან აუცილებლად თავისუფალი ადამიანები, ვინც იბრძვიან საქართველოს ერთიანობისთვის, საქართველოს ღირსებისთვის, რომლის გამომეტყველებაც არის მზია ამაღლობელი, რომელმაც დაიცვა ქალის მანდილი, ჭვანის ღირსება და დანარჩენი ჩვენზეა ეხა. მზია სიცოცხლე ჩვენზეა დამოკიდებული, მისი გარეთყოფნა ჩვენზეა დამოკიდებული და ამ ქვეყნის სიცოცხლე ჩვენზეა დამოკიდებული. იმიტომ რომ როდესაც ახალგაზრდები გააჩერებენ ბრძოლას, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დადგება ეს ქვეყანა. ახალგაზრდებს აქ უნდა აირჩიონ ან დილეგი ან ემიგრაციაში წასვლა და ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა აირჩევს ემიგრაციაში წასვლა სამწუხაროდ. იმიტომ რომ შექმნას პროდუქტი, იმიტომ რომ ავტორიტარულ რეჟიმში არ აცხოვროს მისი შვილები. ეს უნდა საქართველოს? ეს იქნება გენოციდი ჩვენთვის. და ეს უნდა ავკვეთოთ. და ჩვენ აუცილებლად ავკვეთავთ ამას ერთობით. იმიტომ რომ ეს არ არის პოლიტიკა, ესაა იდენტობა. აქ საკითხი არ ისმება უკვე არჩევნები გაყალბდა თუ არ გაყალბდა თუ ეს ხელისუფლება ლეგიტიმურია თუ არალეგიტიმურია. არა, ეს ხელისუფლება ლეგიტიმური რო იყოს, ეს ხელისუფლება მართლა საქართველოს ხელისუფლება დროთლიდეს თავს, თავის თითოეულ მოქალაქეს პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა და მზია ამაღლობას 27 დღე შიმშილობა არ დაჭირდებოდა. ესაა სიმართლე და ამ სიმართლეს ყველამ თვალი უნდა გაუსწოროთ. თქვენ ხართ ძალიან ღირსეული, ძალიან დიდარი ადამიანები, იმით რომ დღეს საქართველო დგას სოფელზე, დღეს საქართველო დგას მთაზე. მადლობას გიხდით ამისთვისაც, რომ ამაგრებთ ამ მთას და მეც აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ჩემს მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდები, მაგრამ ჯერ ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი. ეს იყო სტუდენტი თემო ტარიელაძე, ვინც ახლა შემოვარდა ბათუმელების პირდაპირ ეთერს. მე გეტყვით, რომ ჩვენ ახლა შუახევში ვართ, სოფელ ჭვანაში, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრა იმართება. ეს არის შეხვედრა, სადაც არიან ადგილობრივები მოვიდნენ, ასევე ამოვიდნენ ბათუმიდან მოქალაქეები, აქტიური მოქალაქეები, აქტივისტები და სწორედ მოსაზრებებს ცვლიან ახლა ისინი ერთმანეთთან და ისინი უერთდებიან იმ საყოველთაო პროტესტს, რაც არის ქვეყანაში და პროტესტს, რომლის სიმბოლოდაც ბოლო პერიოდში იქცა მზია ამაღლობელი ჟურნალისტი, რომელიც უკვე გისოსებს მიღმა, პირველი ქალი პოლიტიკური პარტიმარი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მე მინდა გავისაუბრო ასე მოქალაქეებს, რომლებიც მოვიდნენ დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა მანამდე მალხაში კანდიდატი მიმართავს სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი და მოდის მოვისმენთ ხალხში გადაუძე შემდეგ გავუძვათ მოვისმენთ და მასე ვილაპარაკებ როგორც ჟურნალისტი. იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით რაღაცა სხვა მოლოდინი მქონდა, ვიდრე დადგა. პოლიტიკა ძალიან უცნაური სფეროა და ხანდახან ძალიან გამოცდილ ადამიანებსაც, გამოცდილ ჟურნალისტებსაც კი არაერთი შეცდომა მოგვსვლია ხოლმე. მზია მეუბნება ასეთ დროს ხოლმე, რომ ისევ ჩვენ დავაკელით მუშაობა, ისევ ჩვენ ვერ მივიტანეთ სათქმელი მოქალაქეებამდე. ყველას მეტი მჭირდება. ეს არის ადამიანი, რომელიც 24 საათიდან 26-27 საათს მუშაობდა ყოველთვის. როცა მეუბნებიან შორეული თუ ახლობელი ადამიანები, რომ როგორ შეიძლება ადამიანმა 27 დღის განმავლობაში შეძლოს ამგვარი შიმშილობით გაძლოს. მე მათ რაღაც დროის მერე ჩამომიყალიბდა ჩემი აზრი. მზია არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეეძლო ეთქვა უარი. გარკვეულ ისეთ ადამიანურ სიკეთეებზე, ადამიანურ კეთილდღეობაზე, როგორიც არის მაგალითად მოდი გავიდეთ სადმე გემრიელად შევჭამოთ. მოდი გავიდეთ სადმე გავერთოთ. არა, მზია ყოველთვის საქმეზე იყო ორიენტირებული და მე ამას დავარქვი, არ ვიცი შეიძლება ჩემამდე ვინმე უფრო აზრიანმა ადამიანმა თქვა, მაგრამ ჯერ არ წამეკითხავს. სამოქალაქო ასკეტიზმი. ეს მზია ყოველთვის იყო რაღაც ასკეტური ცხოვრების, ხო, რა არის ეს ასკეტური ცხოვრება მისთვის, რომ თავარია ემსახურო მოქალაქეს, თავარია ემსახურო თავისუფალ სიტყვას, თავარია ემსახურო იმ ჩაგრულ ჯგუფებს პირველ რიგში, რომელთა ხმა ყველაზე ნაკლებად ისმის. უამრავ ასეულობით ჟურნალისტს ვიცნობ. ათეულობით გამოცემასთან ითანამშრომლია და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მთიანი აჭარის პრობლემა ისე არავის არ დაუნახავს არაზროს, როგორც ბათუმელებს დაუნახავს. ყველაზე მეტად
ყველაზე ხმამაღლა, ყველაზე დიდი შინაარსით, ღრმა შინაარსით, სწორედ დაჭარელი ქალის სატყივარი ისმოდა და ისმის ბათუმელებზე, ბათუმელების რედაქციაში. ყველაზე გაჭირვებული, ყველაზე მოწყვლადი, ყველაზე შეურაცხყოფილი მოქალაქეების ხმა ყოველთვის ისმოდა და ისმის ბათუმელებში. და ეს მზიას ეთერის და რედაქციის ყველა თანამშრომლის დამსახურებაა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა გამომსვლელს, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა თემოს მინდა გადაუხადო, როდესაც მან გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ რა არის ქართველი კაცის ღირსება. ქართველი კაცის ღირსება ის არის, რომ სილის გამო, სილის გაწუნის გამო, რომელიც დამსახურებული სილა ჩასვა ასეთი ადამიანი ციხეში და ემუქრებოდა მას 4-დან 7 წლამდე. თემურ მაპატიეთ მოძალადე პოლიციელ დგებუაძეს ალბათ ყავს დედა და ჯანმრთელი უმყოფოს ღმერთმა და იმედი მაქვს რომ დედამისი ნამდვილად ახლა მაინც გააწლის სილას. იმიტომ რომ ის ამის ღირსია. იმიტომ რომ თუ შერჩა ადამიანობა ვინმეს პოლიციაში, თუ ვინმეს შერჩა საერთოდ ღირსება, ის ძალიან კარგად ხედავს იმას რომ ადამიანი, რომელიც გამოიყვანეს წყობილებიდან, შეურაცხყვეს მისი პროფესიული ღირსება, შეურაცხყვეს მისი ახლობლები, ეს ადამიანი ცხადია გამოვიდოდა წყობილებიდან. და გაცილებით უფრო მძიმე ბრალდებით დაკავებული, გაცილებით უფრო მძიმე ქმედებით დაკავებული ადამიანები გაუსამართლებია საქართველოს, არც თუ ისე სამართლიან სასამართლოს, მაგრამ არავინ არ ჩაუსვამს მსგავსი მუხლით ციხეში. ეს არის შურისძიება იმ სიმართლის და იმ სამართლიანობის გამო, რომელსაც ემსახურება მზია თავის კოლეგებთან ერთად, თავის მოქალაქეებთან ერთად, ხო? და ბათუმელების კარი ყოველთვის ღია იყო, არის და დარჩება ყველა ადამიანისთვის, რომელმაც ჩაგრულად იგრძნო თავი. და ამიტომაც ცოტა მიკვირს და ცოტა მწყინს. წყენაზე მეტად ცოტა გაბრაზებულიც ვარ. ბათუმზე, რომელმაც 10 წლის წინ ძალიან კარგად მემიღო, რომ ქალაქში არ არსებობს ადამიანი, ვისი უფლებებიც შეულახავს ხელისუფლებას და ბათუმელები არ დამდგარა მის გვერდით. ახლა ვეკითხები მათ, ამ ადამიანებს, რომ სად ხართ? ახლა სად ხართ? შეიძლება არჩეული გაქვთ პოზიცია, რომ აი ახლა ეს ჩვენ არ გვეხება, ეს სხვისი ჭირი ღობეს ჭირი. და არა მხოლოდ მზიას პატიმრობაზე არ მაქვს საუბარი აქ და მზიას შიმშილობაზე. ზოგადად მანამდე რაც ხდებოდა ქვეყანაში. მზიას თან დაკავშირებული საკითხი იყო გაგრძელება, განვითარება იმ ბოროტების, რაც ჩვენს თავს ხდება რამდენიმე წელია, ხო? ეს ადამიანები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ არ მოვა ეს ბოროტება ჩვენს კართან, იმიტომ რომ მხოლოდ იმათ ერჩიან, ვინც, ასე ვთქვათ, ღია წინააღმდეგობაში, თავისი პროფესიის დაცვაშია ჩართული. ჩვენ თუ რაღაცა წავალთ, ნორმალურად შვილებს მოვუვლით, ვივაჭრებთ, რაღაც ერთ-ერთ კომენტარს დავწერთ, რომელიც მოუფენს გულს ხელისუფალს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩვენ არ მოგვადგებიან. არა, ესე არ არის. აუცილებლად დადგება დრო, დღე, ზუსტად საათი და წამი არ შემიძლია თქვა, მაგრამ ეს თქო აუცილებლად დადგება, როდესაც ყველას კარს მიადგებიან. და იცით მზიას დიდებულება რაშია და ბათუმელების ღირსება და პროფესიონალიზმი? რა თქმა უნდა, ბათუმელები გადარჩება, მზიაც თავისუფალი იქნება და ბათუმელები პირველი იქნება, ვინც ამ ადამიანების ინტერესებს დაიცავს. და შურისძიების ნაცვლად ისევ და ისევ პროფესიულ საქმიანობას გააგრძელებენ. აქვე მინდა ნელსონ მანდელას მაგალითი გავიხსენო. ადამიანი, რომელიც რეჟიმმა, აპარტეიდის რეჟიმმა 27 წელი ჩასვა ციხეში, გამოვიდა ეს კაცი, გახდა პრეზიდენტი და სანამ ეს დრო გაივლიდა, მოხდა ასეთი რამ. ნელსონ მანდელა შედის რაღაც საკვებ ობიექტში, რაღაცა უნდა შეუკვეთოს და ხედავს ადამიანს, რომელიც მის დანახვაზე ცახცახობს. ფერი გადაუვიდა, აშკარაა, რომ ფიზიკური ტკივილია სახეზე და არა მხოლოდ სულიერი და ნელსონი მიდის და ეუბნება. მე ვიცი, შენ ძალიან კარგად გიცნობ. 27 წლის განმავლობაში ყოველ დღე თუ არა, კვირაში რამდენჯერმე მაინც მოდიოდა და ფიზიკურ ტკივილს მაყენებდი. მაგრამ მე სახელმწიფომა გასაშენებელი, მე უნდა გავაერთიანო ეს საზოგადოება, ამიტომ შენი პასუხისმგებლობა თუ დადგება ისევ და ისევ კანონის ძალით. მე პირად შურისძიებაზე უარი ვთქვი მაშინაც კი, როცა შემცემდიო. დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ვისაც კი შეუძლია იფიქროს დგებუაძის ადამიანურ შენდობაზე, ისევ და ისევ მზია ამაღობელია. მაგრამ მე როგორც საქალაქო მოქალაქე ვამბობ, რომ ამ ადამიანმა რა თქმა უნდა აგოს პასუხი იმ არაადამიანური ქცევების გამო, იმ არაადამიანური უკანონო საქციელების გამო, რაც
ზიას მიმართ და სხვა ადამიანების მიმართ ჩაიდინა. და ის კიდე ბოლოს ვიტყვი ესეთ რამეს, რომ ათასობით ადამიანი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არა მხოლოდ საქართველოდან, დედამიწის ცივილური ქვეყნების, ცივილიზებული ქვეყნების დედაქალაქებიდან და ქალაქებიდან წერენ მზია ამაღლობელს წერილს, რომ შეწყვეტა შიმშილობა. და მე კიდე საჯაროდ მინდა გებუაძეს ვუთხრა. შეინანია, მოინანია სანამ დრო არის. კათარზისი თუ გიშველის, საკუთარი შეცდომის გაცნობიერება თუ გიშველის და თუ ეს თუ იხსნის შენს პიროვნებას, შენს სულს, თუ გწამს, რომ სული აქ ადამიანს. სხვაგვარად, უბრალოდ, საკუთარი ცოდვის სიმძიმე და ტვირთი დაგახჩობს დღეს თუ ხვალ. ეს მამხაშკადოა იყო საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მეგობრებო, თანამშრომელი ისე ხომ არ დავიშლები წინააღმდეგობის მოძრაობის ისე ხომ არ წევრი ვეტყვით ერთმანეთს დროებით რომ მაინც არ ვთქვათ ერთი მთავარი მზია რატომაა დღეს ამ სისხლიანი პოლიციური რეჟიმის მძევალი რატომ იმიტომ რომ საქართველოში თითზე ჩამოსათვლელ პლატფორმას წარმოადგენს ბათუმელები და ნეტგაზეთი რომ ქვია რომელიც იმათ საქმეს აკეთებს წლებია დაუღალავად წესიერად პატიოსნად სამართლის ადამიანურობის უმაღლესი სტანდარტით სხვაც რომ უნდა აკეთებდეს მე მსხვენია იმ სხვების ნაცვლად საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ ქვია და ჯიბის ტელევიზიად რომ გადაიქცა და მზიას მისი კოლეგების გაბედულების პროფესიონალიზმის მაღალი სამოქალაქო შეგნების გამო ბათუმელები და ნეტგაზეთი არის უმაღლესი სტანდარტის გამოცემა არა მხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში და ვიტყოდი მთელს სამყაროშიც კი. ამიტომ და სწორედ ამიტომ სიმართლის და სამართლიანობის გამო იდევნება მზია, ზვიადი და ყველა სხვა. ვერ დაგვადუმებთ და ამის სახე ხატი ვიტყოდი ასე. არის მზია ამაღლობელი, გაუტეხელი, უშიშარი, მოწყალე იმავდროულად, მაგრამ ბოლომდე თავდადებული. ყველას დიდი მადლობა. მათე ცენტრაძე პოზიტივი მართავს ასევე ჭვანეთში შეგრებულ მოქალაქეებს თქვენ წინაშე წამდგარიყო მე როგორც გურული მეც მივცემ საკუთარ თავს უფლებას. მთელი გზა ვფიქრობდი რა შეიძლება და მე თქვა საერთოდ მე თქვა თუ არა რადგან ყოველთვის ვერიდები პოლიტპატიმრებზე საუბარს, იმიტომ რომ ყველაზე მტკინვეული თემა არის ჩემთვის. მაგრამ არ ვიცი როგორ შეიძლება ანუგეშო ადამიანი რომელიც განიცდის საკუთარი ოჯახის წევრის დაკავებას. არ ვიცი როგორ ანუგეშებდა ვინმე დედაჩემს მე რომ დაკავებული ვყოფილიყავი. მე და მზია ამაღლობელი ერთ დღეს დაგვაკავეს. სამწუხაროდ პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ როცა გამოვედი და ის კადრები ვნახე, იმაზე მეტი გავიგე მზიაზე, ვიდრე აქამდე მსმენია. გავიგე იმაზე, რომ მზიას შეუძლია თავისი ღირსება დაიცვას ყველგან. და მინდა გითხრათ, რომ ეს სილა გებუაძისთვის არ გაურტყია მზია ამაღლობელს. ეს სილა მზია ამაღლობელმა გაარტყა მთლიანად სისტემას. და ჩვენც იგივე უნდა გავიმეოროთ. ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ სისტემას. ზვიაც რაც შეეხება, ზვიაძე ერთი სასაცილო ისტორია მახსენდება. ზვიადი გაზაფხულიდანვე იბძვის ჯერ კიდევ რუსული კანონის წინააღმდეგ და თბილისში როცა ჩავდიოდით აქციებზე, თბილისელები ხუმრობდნენ, რომ ამ ბათუმელმა ახალგაზრდებმა და ბათუმელმა ბიჭებმა გვასწავლეს თბილისის ქუჩებიო. ყველგან დაატარებდნენ არ მარშებს და ერთხელაც არ დაუშვიათ ფაქტი, რომ დანებებულიყვნენ. ზვიადი დღეს საპროფილეშია და დედამისი ჩემს გვერდით დგას. და დედაჩემი რითიც ამაყობდა, როცა მე დაკავებული ვიყავი, ერთადერთი რამ ის იყო, რომ რამდენი მეგობარი ყოლია ჩემს შვილს, რამდენ ადამიანს ყვარებია ჩემი შვილი. და მინდა გითხრათ თქვენ, რომ აქ მდგომ თითოეულ ჩვენგანს, თბილისში მდგომ თითოეულ ქართველს და მთელ საქართველოში მდგომ თითოეულ ახალგაზრდას, თითოეულ გულანთებულ მამულიშვილს უყვარს თქვენი შვილი განსაკუთრებით. მე თემურ ხათამაძეს პირობა ვერ მივეცი, რადგან 3 დღე გავატარეთ ერთად საკანში და 4 წუთით ადრე გამოვიდა ჩემზე. 4 წუთის შემდეგ თემური აღარ დამხვედრია, ისევ პოლიციამ გააკრო. პირობა ვერ მივეცი, რომ მისი რუპორი ვიქნებოდი, როცა გამოვიდოდი, მაგრამ აქედან მივცემ თავს უფლებას, რომ ვილაპარაკო მასზე. 3 დღე 24 საათის განმავლობაში არ მომბეზრებია იმ ისტორიების მოსმენა, რასაც
თემურ ქათამაძე მიყვებოდა. როგორ იბრძოდა ჯერ კიდევ თურქეთში იმისთვის, რომ საკუთარი ენა შეენარჩუნებინა და თემომ აღნიშნა, რომ შეიძლება ჩემზე უკეთესად ლაპარაკობს ქართულად. ჩვენზე უკეთესად ლაპარაკობს ქართულად კი არა, ჩვენზე უკეთესად იცის დიალექტებიც და ჩვენზე უკეთესად იცის საქართველოს ისტორიაც. და ალბათ მაგიტო გაზაფხულის აქციებიდან მოყოლებული თემურ ქათამაძე დაუღალავად, უენოდ, უჩუმრად, თურმე რამდენ რამეს მალავდა თავის გულში, უენოდ აფრიალებდა თავის დროშას. დროშას, რომელიც გადაუმტვრიეს და თემურ ქათამაძე ყველაზე ბედნიერი სასამართლოზე უნახე, როცა ყურში ჩამჩურჩულეს და მითხრეს, რომ თემურ ქათამაძის გადატეხილი დროშა აღუდგენიათ და ისევ ამაყად ფრიალებდა. ჩვენ თითოეულ ჩვენგანს არ გვაქვს მანამდე დანებების უფლება, სანამ ეს ხალხი გარეთ არ გამოვა. და მანამ უნდა ვაფრიალოთ თემურ ქათამაძის დამტვრეული და ისევ აღდგენილი დროშა ჩვენი ქალაქების, ჩვენი სოფლების და ჩვენი ქვეყნის ქუჩებში. მანამ უნდა იფრიალოს საქართველოს დროშამ, სანამ ერთი თავისუფალი ქართველი მაინც იქნება საპყრობილეში. თავისუფლება პოლიტპატიმრებს და თავისუფლება მთელ საქართველოს. თავისუფლება იწყება მთებში და მე მჯერა, რომ ეს ადგილი იქნება ამ თავისუფლების ზეიმის დასაწყისი. მადლობა ყველას. ეს მათი ცენტრია. კედელებს ხო გვაქვს საშუალება? მალხაზირემაძე მიმართავს ახლა ჭვანაში. მეგობრებო, მოგესალმებით. მე ქედიდან ვარ, მალხაზირემაძე. და ეხლა ცოტა ისეთ ამბავს მოგიყვებით, ჩემთვის ცოტა მეუხერხულება, იმიტომ რომ ბიჭები ისე დალეწეს თბილისში, მე რო ყვები ჩემს გალახვაზე, როგორ დღებუაძემ, როგორ მომადგა არაკაცურად, როცა ცუდ ფილმებში როა, გვერდებში რო დამიჭირა ორმა კაცმა და როგორც აგინა ჩემს გვარს, ჩემს აჭალებს, იმ დგომ ხალხს, ჩვენ ყველას და იძახის ეხლა რომ არაფერი არ ყოფილაო. ეს არის რა ვიცი, როგორი ადამიანი ვერ წარმომედგინა თუ მე მომიწევდა დღე 21 საუკუნეში პოლიციის უფროსთან ესეთი ამბავი და მე მინდა ერთი რამე გითხრათ, ბიძაშვილებო მზიას, მამიდაშვილებო, მეზობლებო, ნათესავებო. აი ამ ქალმა რაც გააკეთა, მე რაც ვერ გავაკეთე რა. აი ამ ქალმა ასმენინა როგორ მეკცეოდა ეს არაკაცი ეს. როგორ მეკცეოდა და როგორ ეკცეოდა მეტროში. ხან ჩემთან გადმოდიოდა, ხან იქეთ გადადიოდა. და გამოიწვია და იცოდა ზიას ბუნება და შემდეგ ზიამ ჩემზე მაგარმა ქალმა ზუსტად ის გააკეთა, რაც მე უნდა გამეკეთებინა. ჩვენზე მაგარი გოგოა და მოდით ყველამ ზიას გაუმარ! ჯოს! გაუმარ! ჯოს! გაუმარ! ჯოს! დიდი მადლობა და მინდა გითხრათო დგებუაძე ჩემია მეგობრებო. ეს მალხაზირემაძე იყო, ეს მიმართავდა ახლა სოფელ ჭვანაში შეკრებილ მოქალაქეებს. ვინც ახლა შემოერთდა ბათუმელების პირდაპირ ეთერს, მე გეტყვით, ჩვენ ახლა შუახევში ვართ სოფელ ჭვანაში. ეს არის მზია ამაღლობელის მშობლიური სოფელი. ჩემო მეგობრებო, უღრმესი მადლობა სულ ეხლა წარმოიდგინეთ ერთი რამ, რომ აქედან ნაწილი ადამიანებს თვითონ უმრავლესობა მივა სახში, მიუსწრება სუფრას და საგიძლია თუ რაღაცა. და ჩვენი გოგო შიმშილობს. ერთი თვეა შიმშილობს. გოგო, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზარდა. გოგო, რომელმაც ჩვენთან ერთად გაიზარდა და ჩვენთან ერთად დაამთავრა. ეს საშუალო სკოლა და მაშინ საშუალო სკოლა იყო. მიიღო უმაღლესი განათლება და დაიწყო მუშაობა, დააფუძნა გაზეთი ბათუმელები, ნეტგაზეთი და დაიწყო მუშაობა, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კუთხის, ჩვენი რეგიონის საზოგადოების ყველა ის ავანჩავანი და ის ყველა ჭირვარამი გამოეტანა სამზერო და ეთქვა საზოგადოებისთვის ყველაფერი დასწროს სათქმელი იყო. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ჩემო მეგობრებო, ჩვენი მზია არ გატყდა ბუნებრივია, ჩვენ მზიამ გვასახელა, ჩვენ ხშირად გვქონია ასეთი შემთხვევა, რომ დავჯდებით სუპრასთან, ავიღებთ სასმისებს და მაგარი ჭვანელებო გაგიუმარჯოს, მაგარო ბიჭებო, აი მაგარი ვიყოფილა ხომ დავინახე. მზია ყოფილა მაგარი. მზია ყოფილა პიროვნება, რომელმაც არა მარტო ჭვანოს, არა მარტო ჭვანის ხეობას, მთელ საქართველოს გაუთქვა სახელი მთელ სოფლიოში, თუ როგორი შეიძლება უნდა იყოს და თუ როგორი უნდა იყოს ქართველი ქალი. ამიტომ მეგობრებო, მე ამ მიკროფონით ეხლა ამ ჩემი გამოსვლით მინდა ვთხოვო ყველას, ეგ წარმოადგენს საზოგადოება. შეიძლება ძალიან სერიოზულია, მაგრამ აქეთ ჩვენი ხეობის ყველა წარმომადგენლის, ყველა ქართველს, ყველა ადამიანს მინდა ვთხოვო, რომ გამოვიდეს დადგეს ჩვენთან ერთად, დადგეს ჩვენს გვერდში და ყველა ერთად მოვითხოვოთ ჩვენი მზიას, ჩვენი თემური ქათამაძის, ჩვენი ზვიადი ცეცხლაძის და ყველა იმ რეჟიმის პატიმრებს. მე გავისაუბრებ მოქალაქეებს, მოგესალმებით ბათუმელის პირდაპირ ეთერში. რა შეგიძლიათ გითხრათ მზიას შესახებ და რას პირობთ მზიას საქმეზე?
დიდი მადლობა სულ მომზანებისთვის. თქვენ რასაც ფიქრობთ ის მითხარ. ვფიქრობ რომ ჩვენ ასეთი შეხვედრები აღარ მოგვიძოს. მოგვიძოს რატომ ურჩევნიათ რომ იყოს პატიმრობაში მზია ამაღლობელი? თქვენ რატომ დაატყოვეს ის? რატომ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა? სურვილი არის საერთო ფოტო გადავიღოთ ყველამ ერთად. აი ერთ კუთხეს დავდგე. კარგი. მოდი თქვენ გითხარით. ერთი მოთხოვნა გვაქვს ხელისუფლებამ მზიას და ყველა პოლიტიკას. თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ მზიას შესახებ? მზიას ახლობელი ხართ ამ სოფელში ცხოვრობთ? თავ შევიკავე. კარგი. მოგესალმებით. მინდა რომ გაგისაუბროთ. მოგესალმებით. თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ მზიას შესახებ? შეგიძლიათ მოგეთ რომ გითხრათ? თავისუფლება მზია. რას ამბობს თქვენთვის ეს საქმე? კეთილი. კარგი. თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ მზიას შესახებ? შეიძლება მალე გაინტერესო. რატო ფიქრობთ რომ ისინი უკანონო პატიმრობაში? რატო ფიქრობთ რომ უკანონო პატიმრობაშია? მადლობა. ერთობლივ ფოტოს იღებენ ახლა სოფელ ჯანეში სტადიონის შედგენილი მოქალაქეები. ეს უკვე 22-ე დღეა, როცა მზია ამაღლობელი ჟურნალისტი და გამოცემა ბათუმელების დაფუძნებელი და დირექტორი შიმშილობს. დღეს შეხვედრა გაიმართა შუახევში, სოფელ ჭვანეში. ეს მზია ამაღლობელის მშობლიური სოფელია და თქვენ ზოგადად ისმენით აქ შეკრებილი მოქალაქეების გზავნილებს. გამარჯობა. რა შეგიძლიათ გითხრათ მზიას შესახებ? ძალიან კარგი ადამიანი იყო და არის კიდევ ჩემში ძალიან განიცდიდა. ძალიან განიცდიდა ხალხო. მოდი. ნახეთ ეს ამბები როგორ დააკავეს ის რის გამო დააკავეს? ძალიან განიცდიდა ვეღარო. მადლობა. თქვენ რა შეგიძლიათ რომ გითხრათ მზიას შესახებ? არა, პირიქით მადლობა. წარმატებები და მალე გამოსვლა. ისურვე. რას აჩვენებს თქვენთვის მზია ამაღლობელის დაკავება? არ არის მართალი. მართალი არ უნდა დაეჭირეს. რას ეთქვით ქართულ ოცნებას? რა გზავნილი გექნებოდათ ქართულ ოცნებასთან? როგორც მზია ამაღლობელი გისოსებს მიღმა ჩასვლა. მეტი არ ვიცი. არ ვიცი ბევრი ლაპარაკი. კარგი. მოგესალმებით. მინდა რომ გაგესაუბროთ. რას ამბობს თქვენთვის მზია ამაღლობელის საქმე? რა შეგიძლიათ გითხრათ მზიას შესახებ? მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პარტიები. ამიტომ მოვითხოვ თავისუფლება მზიას. თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პარტიებს. რატომ იგაჩიათ რომ პოლიტიკური პარტიებია მზია ამაღლობელი? ის სიმართლისთვის იბრძოდა. და სიმართლისთვის ებრძოდა. ან თქვენ ფიქრობთ რომ ეს არის თავდასხმა დევნა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ? ის გამო რომ კრიტიკული მედიის ერთ-ერთი კრიტიკული მედიის საშუალების ხელმძღვანელია მზია ამაღლობელი, მას ამის გამო ებრძვიან? დიახ. თავისუფალი სიტყვის ხმელია მზია ამაღლობელი და ამიტომ სჯია. რის მიღწევას ცდილობს ახლა ივანიშვილი თქვენ დაგურვებით? ილეკრიტიკებუაძეს რას ეთქვით ბათუმის პოლიციის უფროს, რომელმაც ამბობს რომ მეთკინაო, როცა სილა გამოწნაო მზია ამაღლობელმაო და მოითხოვს არ მგონია ქალი ისე ოდნავ მოთაცმებელი ეთქინოს მამაკაც ნამდვილ ვაჟკაც მამაკაც. მადლობა. თქვენი სახელი? ამი. ვარი? მადლობა. თქვენც მინდა რომ გაგესაუბროთ ქალბატონი, რა შეგიძლიათ გითხრათ მზია ამაღლობელის შესახებ? მზია ამაღლობელი დედაჩემის ნიშნია. მზია
მამი გესვეწები შეგიტყვი ჯანმრთელი ჭირდება მამი ჩამე მამი გესვეწები ხომიცი როგორი გამწალებული ვარ მამიდი როგორი შვილი არ მყავს როინი დედი შენს გვერდით იქნებოდა მაგით ჩემო შვილი რა საჩვენებს ეს შემთხვევა თქვენთვის რომ ჟურნალისტია უკვე გისოსებს მიღმა და პოლიტიკური ქალიფატი მარიობს ქვეყანაში მაგას ვერ გეტყვი რომ ჩემი მისია გარეთ იყოს ხო ყველას რომ ჩემი მისია გარეთ რატომ დააპატიმრა ის თქვენი აზრი კანონი რანიცი როგორ დააპატიმრა ჩემი მისია იყო კანონის ხალი ჩემი მისია ჩემ ხელში გაზრდილია პატარა რო იყო სკოლაში დავწუნდი არ დავამთავრე საშუალო სკოლა ჩემი მისია ძალიან მიგვახო შვილო ძალიან აფასებდა მიგვახო მეტი რა რატომ როგორ იქნება ქვეყანა კრიტიკული მედიის გარეშე თუ კი აღარ იქნებიან ჟურნალისტები ქვეყანაში ქართული ოცნება ეხლა ცდილობს რომ მედია გააკროს ჟურნალისტები გააკროს ქვეყანაში თუ კი აღარ იქნებიან ჟურნალისტები ქვეყანაში როგორი ქვეყანა გვექნება არა ჟურნალისტები უნდა იყოს ქვეყანაში უნდა იყოს რა უცილებლად რატომ ის არის საჭირო რატომ არის საჭირო ჟურნალისტების ყოფნა მადლობა თქვენ სახელი მოდიში თქვენ შეგიძლია როგორ ვთქვათ რამე მზია შესახებ მზია არის ჩემი ანგელოზი ჩემი საფიცარი ჩემი Zanit. რატომ დააპატიმრეს სიამაღლობელი თქვენი განცდა როგორია თქვენ რას ფიქრობთ რა განზრახვა აქვს რა მიზანი აქვს ამით ივანიშვილის რეჟიმს ეს ფაქტი რაც დედაობიან მზიას ხო სილა გააჩნდა მათუმის პოლიციის უფროსო თქვენ თუ ნახეთ ეს კადრები ამ დროზე ნახეთ როგორი იყო თქვენი განცდა და მე ვერ ძალიან სიმართლეა პოლიცია და მენაცვალე არ ქართველს შემოგელა შენი განზრდელი და მამა არ თქვენ ფიქრობთ რომ სიამაღლობელი თქვენ ფიქრობთ რომ სიამაღლობელი სახით ხელისუფლება ეხლა ებრძვის კრიტიკულ მედიას რომ ჟურნალისტები აღარ იყვნენ ქვეყანაში როგორი იქნება ეს ქვეყანა კრიტიკული მედიის ჟურნალისტების გარეშე როგორი ქვეყანა გვექნება რას ეთქოლით სხვა სოფლებს სხვა ქალაქებს სიამაღლობელის მშობლიური სოფლიდან რა შეიძლება გააკეთოთ მოქალაქეებმა დღეს რომ მათ გადაარჩინენ იგივე კრიტიკული მედია ჟურნალისტები და ქვეყანა საბოლოო ჯამში ნამდვილი ქართველი გოგო იცავს სოფლის პრინციპებს, ქალაქის ქვეყნის პრინციპებს და იმედია ხელისუფალი გონს მოეგება და დაგვიბრუნებს ჩვენშვილს. რა შემთხვევაში მოეგება? თქვენ როგორ ფიქრობთ? რა დაახევინებს უკან ახლა ივანიშვილს? აზრზე არც ვარ დიდი დროთა დარწმუნებული, მაგრამ რა ვიცი. მაგრამ ხედავთ რომ სიამაღლობელი არის ერთგვარად სიმბოლო ხო ამ პროცესში როცა აშკარად ჩანს უკვე ქართულ ოცნებას რა სურვილებიც აქვს ხო როგორ სურს მას კრიტიკული მედია გააქროს მთლიანად ქვეყანაში არ მაქვს არაფერს იმეთი ერთადერთი ჩემი თხოვნა და ისაა რომ ჩემი მზია დაგვიბრუნდეს ჯანმრთელი და საქსალამეთი და ამ ქვეყნის იმედი
მართლაც რომ არის. მადლობა თქვენი სახელი. თამარა მადლობთ. დიდი მადლობა ქალბატონო თამარ, მადლობა. ასეთია მოქალაქეების გზავნილები შუახევში, სოფელ ჭვანეში უკვე დასრულდა პრინციპში შეხვედრა. აქ ამოვიდნენ დღეს ბათუმიდან მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრები, სამოქალაქო წინააღმდეგობის აქტიური წევრები და მათ დახვდნენ აქ ვინც ცხოვრობს სოფელ ჭვანეში, მოქალაქეები. ამანა, მიგი ძალიან სურათი. ბოდიში შეიძლება რომ გაგესაუბროთ. თქვენ შეგიძლიათ თქვენ ზიამაღლობელის შესახებ მოგვიყევით. ზიამაღლობელის გოგო ქალბატონი ამ ხეობაში არ ყოფილა. ენასვალოს მისი გვარის და სოფელის მას. როგორი გოგოა ზიამაღლობელი? ძალიან კარგი, ძლიერი გოგო და ჩვენი ამასთანავე ხოჩაღი გოგო, ხოჩაღი, იმიტომ რომ და ჩვენი ხალხი ეხება ადამიანმა და ხალხს როცა შეეხებ, მე მგონი ის საჭირო იყო. ანუ ფიქრობთ რომ სწორად მოიქცემ ზიამაღლობელი როცა მე მგონი ადამიანი იმ დონეზე არ უნდა მიიყვანო რაღაცა რომ ხელები არ გამოაჩინო ოღონდ, იმიტომ რომ ისე სხვანაირად უნდა იმ დონეზე არ უნდა მიიყვანო ადამიანებს შეგეხოს ვიღაცამ და ხალი ცოტა გაგიქნევს, გაგილაწუნებს, არ ამგონი ეს. 21 საუკუნეში მოდური ყოფილიყო კიდე თუ სხვა რამე და თხოვნა ჩვენი ეს იყო თავდასხმაო პოლიციაზე, ასეთია დღეს პროკურატურის ბრალდება. მოდ თქვენც დარჩით. ანუ ასეთია პროკურატურის ბრალდება და რას ეტყოდით თქვენ ახლა პროკურორს, ვინც ციხეს ჩასვამ ზიამაღლობელი. ზოგადად ხალხს გვინდა რომ სამართლიანობა სამართალი იყოს. იმიტომ რომ ადამიანებას მოსამსახური ხალხი ვარ და ჩვენც გვინდა სამსახურში რომ ჯეროდეს ნათქვამიც. თქვენს არ მუშაობთ მაგალითად? თვითონ ექთანი ვარ მე. ხო და მინდა აქ ამ სოფელში? ხო და რა ვიცი, სამართლიანობა მინდა იყოს ყველგან, თითოეულ ჩვენთაგან. თხოვნაც გვინდა მზიასთან. გამოუშვან გვინდა ჩვენი გოგო. მზიასთან თხოვნაც გვინდა. ის გვჭირდება ცოცხალი, შეწყვიტო შიმშილი. მის გვერდში ვარ ჭვანელები რაც შეგვიძლია. მაგრამ ვერ მივიღებ რეჟიმის დღის წესრიგს, ასეთია ზიამაღლობელის გზავნილი ციხიდან, ვერ შეჭიდავს შიმშილობასო. ჟურნალისტი და მან ამბობს იმას, რაც გულიდან მოუდის და ჩვენ გლეხები ვართ შემოკარგო და გვინდა მზია და სამართლიანობა გვინდა ახსნა. ირაკლი დგებუაძეს რას ეტყოდით თქვენ ბათუმის პოლიციის უფროს? მე რომ ახლა მეც რომ რიგითი მოქალაქე ყოფილიყო, ალბათ მეც გულაწუნებდი მაგ ბიჭს. მე არ ვიცნობ მაგ ბიჭს, იმიტომ რომ ახლა ადამიანმა მორალურად შეგეხოს აგერ ქუჩაში გულაწუნებ კაცს და რა ვიცი, არ ვიცი, შეიძლება არ იყო მართალი, შეიძლება მაგრამ ზია მართალი. რატომ გამოიჩინა მაშინ ასეთი კაცრი მიდგომა ქართულ მეოცნებო, როცა ძალიან მძიმე კატეგორიის დანაშაულს ედავებიან 4-დან 7 წამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება მზიას. შეგვაშინონ ამ ზოგადად ადამიანებს და სახელმწიფოც იმისთვის არის, რომ მისი რეჟიმი უნდა გაატაროს. ანუ ზიამაღლობელის დაპატიმრებით ცდილობენ, რომ ხალხი შეგვაშინონ? არ შეგვაშინონ, რა ვიცი, ახლა რომელი ვარიანტიც საჭირო იქნება ისე აკეთებია, იმიტომ რომ თვითონ სახელმწიფოა და ხალხი შეეშინა ჟურნალისტები, შემდეგ საზოგადოება ხალხი. 37 წელი მაგრე არ იყო შემოკარგო. გამოუვათ ეს რომ შეშინდება ხალხი? რა ვიცი, ახლა მგონი არ უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ როგორ შეიძლება მაშინ ხალხი აღარ ვენდობით. მე რომ დილით მიხარია რომ სამსახურში გავდივარ და თითეული ადამიანის გვერდში ვიყო, უნდა ექთანი ქალი ვარ. მე იმ ჩემში უნდა კონდეს წმენა ადამიანს, რომ მე რაღაცა ამ თავრობის სახელმწიფოდან მოვდივარ, სახელმწიფო ხელფას მიხდის და მე მინდა რომ ეს ხელფასი პატრონს როგორი ქვეყანა გვექნება ჩვენ ახლა? თუ კი აღარ იქნება კრიტიკული მედია, ჟურნალისტები აღარ იქნებიან, მოქალაქეებს თუ კი აღარ იქნებოდა კი აქციის გამართვის უფლება, აზრის გამოხატვა. ძალიან ბევრი ნაციონალური რუსეთში ზოგადად იქ ვისწავლე განათლება იქნება, იქ ვისწავლე და ზოგადად ისია ვერ დაილაპარაკებ. ალბათ ეგრე იქნება. ან ცხოვრობ ამ ხალხში, მაგრამ ზოგადად სამეგობროდან ვისმენ რომ ესეთი იქნება. ანუ ფიქრობთ რომ რუსეთი გველოდება, ახლა რუსეთი ყარდება ჩვენს ქვეყანაში? ახლა შემოკარგო და იმდროს კარგი იყო, მე რომ ცხოვრობდი, კარგი იყო, მაგრამ ახლა არ მინდა. იმიტომ რომ მინდა რაღაცა ევროპაში გავიდე, რაღაცა იქაური განათლება მივიღო. მე ვივიღე რუსული განათლება და ეხლა მინდა ევროპული მიიღოს ჩემმა შვილმა. ივანიშვილს რატომ აღარ უნდა ევროპა? რატომ ჩაკეტა ქვეყნის გზა ევროპისკენ? მე ყველაფერი მიღებული აქვს და იმიტომ აღარ უნდა. მას ყველაფერი აქვს. იმან უკვე საკუთარი აისრულა და ახლა ჩვენ გვინდა რაღაცა ვნახოთ ამ ცხოვრებაში. რა შეაჩერებს ახლა ივანიშვილს? რა არის გამოსავალი თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესის გავითარებას? არ მგონია მან
მე ვფიქრობ, რა ვიცი, მისმა ადამიანობამ უნდა გააჩეროს ბოლოს. ასე ვფიქრობ. ყველა ადამიანს თავის ცხოვრებაში წერტილს სვამს და ალბათ მან უნდა გაჩერდება, ალბათ გაჩერდება. გადახედავს, გადმოხედავს, შეხედავს ადამიანებს, ალბათ გაჩერდება. მადლობა თქვენი სახელი და გვარი. მადლობა. მანანა მადლობა. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან შეხვედრა. გაბატონო, მოდი თქვენც მინდა გითხოთ კიდე ასევე, თქვენი აზრით რა არის ახლა გამოსავალი, რა როგორ უნდა გაძლიერდეს იგი, ან გაგრძელდეს ეს პროტესტი, თუ ადონებთ თვალს ამ პროცესს, რა შეეჩერებს ახლა ივანიშვილს, როგორ ხედავთ? კიდევ პროტესტი და კიდევ ხალხი. ანუ არ უნდა შეჩერდეს ხალხი? არ უნდა შეჩერდეს ეს ხალხი და რა ვიცი, ბოლო დაადგება ალბათ. მაგის სამართლიან გზას და რა ვიცი. დიდი იმედი მაგიდან არ მაქვს, მაგრამ მაინც ჩვენ უნდა გავიტანოთ მონოლოგი. რატომ აწყობს ივანიშვილს ახლა რომ ზიამაღლობელი ჟურნალისტი იყოს გისოსებს მიღმა ციხეში? ეს მას რატომ აწყობს თქვენი აზრით? რატომ აწყობს და გვაშინებს მაგრამ გვაშინებს ალბათ რა ვიცი ეს ხალხი ვეფერს ვეღარ იტყვის ეს ხალხი მზიასავით არ მოაყუჩონ არ დაიჭირონ და რა ვიცი ალბათ ასეთი ანუ მოქალაქეებს ეკეთებათ განცხადება თუ ისინი სიმართლეს ილაპარაკებენ შეიძლება აღმოჩნდნენ ციხეში ხო რა ვიცი მე მზიასანა თხოვნა რომ მზიამ დაუდგებით გვერდით და შეწვითო შიმში როცა ნახეთ ეს კადრი სილის გაწვეს როგორი იყო თქვენი ემოცია რა იფიქრეთ ამ დროს როცა მე უარეს ვიქმოდი უარეს კიდევ მაგრამ მზია არის უფრო მომთმენი და ამით გავიქცე ანუ უარეს რატომ იზამდით ეკუთვნებოდა იმ პოლიციის უფროს უარეს იმიტომ რომ იძალა და მან მოქალაქეზე მათ შორის ზიამაღლობელზე ხო და ნახეთ პროვოკაციული მოქმედებები პოლიციელების მხრიდან როგორ არა ყველა მოისმენთ რას ეტყოდით ბოლოს ივანიშვილს და ქართულ ოცნებას დადიონ ჩვენი საქართველო და წავიდეს მის ბუნახში სადაც არის თქვენი სახელი ამაღლობელი ნანული ამაღლობელი დიდი მადლობა ასეთია მოქალაქეების გზავნილები კი ბატონო კი გისმენთ მე მაგალითად მეტყოდი პროკურორს რომელმაც მიუხედა წინასწარი პატიმრობა მზია ამაღლობას როგორც ქალს თავისთვის რომ ესეთი შეურაცხყოფა მიეყენებინათ შეეფურთხებინათ და გაელანძღათ რას იზამდა თვითონ ამ დროს როცა პოლიციელზე თავდასხმის გამო კაცს და დაჩახვის გამო აძლევს 4-დან 7-მდე პატიმრობას და ზუსტად იგივე საერთოდ ქალს რომელმაც თავი დაიცვა და საინტერესოა რომ როცა პოლიციელი დაჭრეს მაგალითად დანით იყო ასეთი შემთხვევაც არაერთი მსგავსი შემთხვევაა ამ შემთხვევაში სასამართლომ თქვა არსებული სასამართლოს პირობებშიც კი სასამართლომ თქვა რომ ეს არ არის პოლიციაზე თავდასხმაო მზიამაღლობელი შემთხვევაში კი სილის გაწმას აფასებენ პროფესიით და გეტყვით რომ ბევრი შემთხვევა ყოფილა ისეთი როდესაც მიურჩიათ ათწლიანი პატიმრობა და გაუთავისუფლებიათ როდესაც ყველაზე მძიმე შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ხო პოლიციელის შეურაცხყოფის სახით 1000 ლარით 2000 ლარით და ეს შემთხვევა როდესაც ქალმა დაიცვა თავი შეურაცხყოფისგან ანუ ეს არ უნდა გაეკეთებინათ და ივანიშვილის მონები და მთავრობის მონები რამდენი ხანი იქნებიან და რამდენ ხანს ეყოფათ ეს მატერიალური ხელფასი, ეს გადახდილი თანხა, როცა სამშობლო დაექცევათ თავზე და რუსეთს ჩავარდება, მე ვნახოთ, როდესაც თვითონ მათ შეეხებათ და მათ ოჯახებს, მე რას იზამენ და როგორ იქნებიან ეს საინტერესოა. არ თქვენ ფიქრობთ რომ მართლმსაჯულების სისტემა ახლა იგივე სასამართლო, იგივე პროკურორა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ? რა თქმა უნდა, ასრულებენ ივანიშვილის ყობახიდაც ერთხელ და ივანიშვილის, მაგრამ ივანიშვილი და პუტინი მართავს აი ესე სახელმწიფო. რატომ აწყობს ამ სისტემას მართალია ჩვენ ვხედავთ პირდაპირ რომ დიქტატურის დამყარებას გვიპირებენ ხო ქვეყანაში და მის გაფორმებას რატომ აწყობს რომ ზიამაღლობელი იყოს ციხეში რა განზრახვას ხედავთ თქვენ პირდაპირ რუსეთში რა თავისუფალი მედია არ არსებობს იგივე განზრახვა საქართველოში უნდათ რომ მოსკოვ თავისუფალი მედია დაადუმონ არ იყოს აი ვერ დავინახოთ რა ხდება სახელმწიფოში და რაც მათ აწყობთ იმედის საშუალებით რუსთავი ორის საშუალებით გააშუქოთ მხოლოდ ის მეტი არაფერი რაც მათ აწყობთ და მათ უნდათ და რეალურად რა ხდება სახელმწიფოში და როგორ გვემხობა თავზე რომ ეს ხალხმა ვერ დავინახოთ მაგრამ არ გავჩუმდებით ანუ არ გავჩერდებით და რავი თავისუფლებისთვის ვიბრძოლებთ და ესე მარტივად საქართველოს არავინ არ დაუთმობს ერთ ივანიშვილს და თუ არ უნდა არც ევროპა არც თავისუფლება არც ნაცელი სახელმწიფო წავიდეს თავის რუსეთში სხვაგან მაინც აღარ წაესვლება გზა
კალოშებით გაეთრა ისე მიბრძანდნენ და ეხლა თავის რა გამოსავალი არსებობს ეხლა როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს წინამდგომის მოძრაობა რომ მართლაც მოუხდეს უკან დახევა ივანიშვილს მხოლოდ იმას ხედავ რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა დადგეს ფეხზე არ უნდა შეუშინდეს სამთავრობას იმიტომ რომ ხედავთ რომ აი კანონებს და ყველაფერს ახლოს იღებენ იმის გამო რომ ხალხი უფრო და უფრო შეაშინონ რომ აღარ გამოვიდეს გარეთ არ გააპროტესტოს არაფერი უფლება აღარ კონდეს რომ ასაღიაზრი დააფიქსიროს და თქვას რა ხდება სახელმწიფოში. ხო და ჩემი აზრით ის არის რომ არ უნდა შეუშინდეს არავინ არაფერს და ფეხზე უნდა დადგეს ყველა. ყველამ უნდა თქვა სათქმელი და ყველამ უნდა დადგეს ფეხზე ერთიანად. მადლობა თქვენი სახელი ნინო ბოლქვაძე დიდი მადლობა ასეთია მოქალაქეების გზავნილი შუახევში სოფელ ჭვანაში ეს არის მზიამაღლობელის მშობლიური სოფელი დღეს სწორედ ამ სტადიონზე შეიკრიბნენ მოქალაქეები ვინც ამოვიდნენ ბათუმიდან სამოქალაქო წინააღმდეგობის წევრები ასევე სოფელ ჭვანაში მცხოვრები მოქალაქეები და სწორედ აქ გაცვალეს მათ მოსაზრებები და ესე დასრულდა უკვე ეს შეხვედრა მზიამაღლობელი 28 დღეა უკვე შიმშილობს პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ როგორც ხედავთ ავტომანქანები დროშებით ევროკავშირის საქართველოს დროშებით იგი არა ინა აჯი არ ჩართი მოლა ტოვებენ უკვე სოფელ ჭვანას სადაც გაიმართა შეხვედრა ჩემთვის როგორც არის ცნობილი სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებისგან ასეთი შეხვედრები პერიოდულად გაიმართება სხვადასხვა სოფელში დღეს იყო ესეთი პირველი შეხვედრა სოფელ ჭვანაში ეს მზიამაღლობელის მშობლიური სოფელია მზიამაღლობელი ჟურნალისტი პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რომელიც უკვე 28 დღეა შიმშილობს და ჩვენ ვისმენთ არაერთი უფლებადამცველის ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასებას ალემ კაფიო გზავნილს რომ მზიამაღლობელი არის უკანონო პატიმრობაში რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი და არანაირი საფუძველი მისი სამართლებრივი დევნისათვის არ არსებობს და რომ პროკურატურამ უნდა შეწყვეტოს ეს სამართლებრივი დევნა მზიამაღლობელის წინააღმდეგ და მზიამაღლობელი უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან თუმცა ჩვენ ვერნერ რეაქციას შეჯერებით ვერ ვისმენთ ქართული ოცნების მთავრობიდან ირაკლი კობახიძემ თქვა რომ ის შეხვდებოდა კიდევაც მზიამაღლობელის ადვოკატებს თუმცა მან ეს პირობაც გადათქვა და არც კი ხვდება არავის ამ საქმესთან დაკავშირებით და ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები როგორც ბათუმში, ასევე თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებში მზიამაღლობელის და სხვა პოლიტიკური პატიმრების თავისუფლების მოთხოვნით. ამ შეხვედრების და საპროტესტო აქციების მთავარი გზავნილებია თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს. აქ დღეს იყვნენ ასევე შეკრებილები ბათუმელი სტუდენტების ზვიად ცეცხლაძის და ანრი კაკაბაძის ოჯახის წევრები, ასევე თემურ ქათამაძე, რომელიც ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშეა და ისიც მის გაძევებას ვიღებს ამჯერად უკვე ქართული ოცნების მთავრობა. თემურ ქათამაძის ასევე 23 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ეს არის სოფელი ჭვანა, შუახევი, სწორედ აქ გაიმართა დღეს შეხვედრა მზიამაღლობელის და პოლიტიკური პატიმრების მხარდასაჭერად. თქვენ უსმენთ მოქალაქეებს, რომლებიც დღეს ამოვიდნენ სოფელ ჭვანაში, შუახევში. ასევე ჩვენ მოვისმინეთ აქ მცხოვრები მოქალაქეების პოზიციები. საკმაოდ ხალხმრავალი შეხვედრა გამოვიდა შუახევში.
თქვენი სპენდით პოზიციებს, რომელსაც ასევე აფიქსირებენ აქ მცხოვრები მოქალაქეების ჭვანელები შეიძლება ითქვას, რომ დაუშვებელია მზიამაღლობელის პატიმრობა და ისინიც მიიჩნევენ, რომ მზიამაღლობელის სახით ხელისუფლებას სურს, რომ ჩაახშოს კრიტიკული აზრი ქვეყანაში, რომ ვერავინ ვეღარ გაბედოს კრიტიკული აზრის გამოხატვა და ეს ქვეყანა დაემსგავსოს რუსეთს, რაც იქნება შეუძლებელი, თუ კი მოქალაქეები მოახერხებენ, რომ გაუწიონ წინააღმდეგობა ქართულ ოცნებას და არ მისცენ იმის საშუალება, რომ დიქტატურა დამყარდეს ქვეყანაში. ასეთი გზავნილები სოფელი ჭვანიდან, შუახევიდან, მზია ამაღლობელის მშობლიური სოფლიდან მზია ამაღლობელი უკვე 28 დღეა შიმშილობს. ეს ბათუმელების პირდაპირი ჩართვა იყო. ეს უნდა ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან და გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.